მოგესალმებით ზურბასო ტელემოყრილეო, ძალიან საინტერესო გადაცემა გვაქვს. მარეგულირებელი კომისიას ეხება. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს აქვს წილი ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სარეკლამო სააგენტოში, მაგისტილში. იგი ანთავსებს მაგისტილი რეკლამებს. კომისია კი აკონტროლებს, რომ კანონით დაშვებულზე მეტი რეკლამა არ გავიდეს. ანუ ერთი ხელით ანთავსებს რეკლამებს და დაინტერესებული იმაში, რომ ბევრი რეკლამა გავიდეს, მეორე ხელით კი აკონტროლებს და ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. გავაკეთე ამის შესახებ რაღაც განცხადება ჩემს გადაცემაში. მაგი სტილს მინდა ყურადღება მივაკროთ, ესენი არიან რუსთავი 2-ის დირექტორი გიორგი გეგეშიძე 59% აქვს და კამუშიკაუნობის მარეგულირებელი კომისიის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი ოდიოზური პიროვნება და კიდევ შპს მაგისტრი, რომელშიც ასევე ესენი არიან. იქნებოდა პარადოქსული სიტუაცია, რეკლამის გამთავსებელი კომპანიის დამფუძნებელი იყო ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებელიც. ეს ნათელი ინტერესთა კონფლიქტი. თუმცა ეს ინტერესთა კონფლიქტი არის ბიზნეს სფეროში, რომელსაც სახელმწიფო არ რეგულირებს. მაგრამ მეორე ინტერესთა კონფლიქტი ის არის, რომ ირაკლი ჩიქოვანი 35%-ის მფლობელი ასევე იყო აი ამ მაგისტილ მედიას დამფუძნებელი. მერე მოვიდა წერილი მარეგულირებიდან, რომ 100 არ არისო და აკეთური იქითურიო. სამი გადაცემის უკან მე ვახსენე ირაკლი ჩიქოვანი და მაგისტილი, ხო? და წერილი მოგწერეს. მომწერეს წერილი, რომელსაც აკითხავთ, როგორც წესი ვცდილობთ ყურადღება არ მივაქციოთ არაობიექტური ჟურნალისტების აზრს, საბათ მე ვარ, მაგრამ იმდენად გამაღიზიანებელი და საფუძველს მოკლებული იყო თქვენი ბრალდება ირაკლი ჩიქოვანის მონოპოლისტური სააგენტოს მიმართ, რომ ალბათ უნებლიო პროვოკაციის ხსრები გავხდით. გვაინტერესებს, როდიდან გახდა მაგისტილი მონოპოლისტი, ან რის საფუძველზე აკეთებთ ამგვარ განცხადებებს. ვინაიდან თქვენ როგორ დარწმუნდით ინფორმაციას გზავს და არა მოიპოვეთ, გვინდა გასცნოთ, რომ მაგისტელი სარეკლამო ბაზარზე 17 წელი მოღვაწეობს. 17 წელი ძახილის ნიშანია, პათოსია. ეს არ არის ჩემი ჭორი, ჩემს მიერ გაგონილი ჭორი, ეს არის საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევა, რომელიც საფუძველი უნდა გახდეს ჩემი აზრით, აი ამ თავხედი კაცის ირაკლი ჩიქოვანის იმპიჩმენტისა. მე ახლა გადავწყვიტე, რომ მივიდე ჯერ მარეგულირებელში და ადგილზე გავარკვიო თუ რა ხდება, რატომ აპროტესტებენ ჩემს განცხადებას, რომელიც ჩემი აზრით გასაპროტესტებელი სულაც არ არის და გასაპროტესტებელია ირაკლი ჩიქოვანის იმ ადგილზე ყოფნა, სადაც არის. აი ჩვენ მოვედით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. გამარჯობა. ჩვენ მოვედით, რომ ნახო პრეს-ცენტრის ან იურიდიული განყოფილების თანამშრომლები შალვა რამიშვილია მოსული თქო, გუშინ განცხადება რომ გაავრცელეს ჩემს თაობაზე, ჩემი გადაცემის თაობაზე, მინდა კომენტარის აღება. ესევე უთხრა. კი ბატონო, აქ დაგელოდებით. ჩვენთან ჩამოვიდა თქვენ ბრძანდებით ხატია ყურაშვილი კომისიის პრესმდივანი. თქვენ განცხადება გაავრცელეთ ჩემთან დაკავშირებით და მინდა დეტალების გარკვევა. ალბათ იურისტთან ჯობია. სამწუხაროდ არ არის ხაჭერი სამწუხაროდ. როდის მოვა? არ ვარ საქმის კურსში. შვებულებაში იყო. გავიგე, მაგრამ იქ იურიდიულ რაღაც საკითხებზე იყო და იურიდიულმა დეპარტამენტმა არ გაიარა ეს განცხადება? არა, კომისიის თავმჯდომარის. თქვენ ხართ კომპეტენტური რომ ელაპარაკოთ? კარგი, მაშინ სად დავждეთ? არავინ არ არის იურიდიულ დეპარტამენტში? ერთი იურისტი მაინც კომპეტენტურად რომ შემოვიდეს, იმიტომ რომ იურიდიულ საკითხია იქ დავალ. ანუ მე მითხრეს რომ შენ იურიდიულად არ ახარო, სწორიო და თქვენ ხო იურისტი არ ახართ. ჩიქოვანი არის ადგილზე? არ მოვა? თქვენ გაავრცელეთ განცხადება, ჯესეთი თქვენ არ უნდა გავიხსენებინათ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეხებოდა კონკრეტულად თქვენს თავმჯდომარეს ჩიქოვანს, რომელსაც აქვს წილი სარეკლამო სააგენტოში. მაგას ხო ადასტურებთ რომ წილი აქვს? დიახ, არც არ დაუმალავს. არა, რა თქმა უნდა. კანონის მიხედვით, კომისიის წევრს და მით უმეტეს თავმჯდომარეს ეგრძალება ჰქონდეს საქმიანი ინტერესი იმ ფირმაში, რომელიც განეკუთვნება თქვენი კომისიის რეგულირების სფეროს. მეთანხმებით ამაში. რეკლამის განთავსების რეგულირება არის თუ არა თქვენი პრეროგატივა, თქვენი კომისიის პრეროგატივა. რეგულირება არ არის თქვენი. თქვენ ხომ აწესებთ ჯარიმებს იმავე წერილში, ხო თქვით რომ აწესებთ ჯარიმებს მაშინ, როცა რაღაც ლიმიტი, ეხლა 20 წუთია, ადრე 12 წუთი იყო, აღემატება. ანუ თქვენ ხო არეგულირებთ ჯარიმებს აწესებთ, ეუბნებდით ტელევიზიას რომ ამდენი რეკლამა არ განათავსოთო. ეს ხომ რეგულაციაა? კომისია არეგულირებს მხოლოდ სარეკლამო ჭრების დროის ლიმიტს. ანუ უნებრივია. სარეკლამო რგოლს განათავსებს, ამაში კომისიის კომპეტენცია არ არის. მაგისტილი მედია არის სარეკლამო კომპანია, რომელიც ამზადებს და ანთავს. თვითონ ეს კომპანია მაგისტილი, რომლის მეწილიც არის ჩიქოვანი, ხომ
ხომ შეიძლება იყოს დაინტერესებული, რომ მის მიერ მოწოდებული რეკლამა აღემატებოდეს ლიმიტს. რაც მეტ რეკლამას გაუშვებს მაგის სტილი. მაგის სტილისთვის ხო უფრო ხეირია. ჩვენ პასუხს ვთხოვთ ამ შემთხვევაში მაუწყებლებს. Stop, სხვა რაღაცას გეუბნებით. მესმის. თქვენ პასუხს მაუწყებლებს არ თხოვდით, იმიტომ რომ სანამ ჟურნალისტური გამოძიება არ ჩაატარა ზურიაშვილმა და ერთი ამბავი არ მოხდა, გადიოდა ლიმიტზე მეტი რეკლამები და მათ შორის თქვენი ხელმძღვანელის მიერ დაფუძნებული კომპანიის მიერ განთავსებული. მაგრამ ხატია, სულ სხვა რამეს გეუბნებით. ძალიან ცუდია რომ თქვენ ხართ ეხლა მოპასუხე, იმიტომ რომ თქვენ არ გიხებათ ეგ საკითხი, არ იცით, მაგრამ ძალიან მარტივ შეკითხვას გისვავთ. ის რომ კომისია არეგულირებს რამდენი რეკლამა გავიდეს. ეს ხომ რეგულაციაა ჩემო ძვირფასო. ეს არის რეგულაცია. ანუ თქვენ სარეკლამო ბიზნესს არეგულირებთ, იმით რომ თუ არხი მეც უშვებს, ეუბნებით რომ მეტი გაუშვაო. ეხლა უყურეთ მარტივია. თქვენს დამფუძნებელს აქვს ფირმა, რომლის ხეირია, რაც მეტ რეკლამას გაუშვებს და ასე შემდეგ. ის დაინტერესებულია რომ ბევრი რეკლამა გაუშვას. ამასობაში აქ დაინტერესებულია რომ შეკვეცოს ეს ყველაფერი. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. მე ვერაფერს ვერ გეტყვით იმასთან დაკავშირებით. გასაგებია. ის არის დაინტერესებული. კარგი, დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდეთ. შენ გააკეთე ჟურნალისტური გამოძიება იმის თაობაზე რომ 2010 წლის ოქტომბერში რუსთავიორი და იმედი ლიმიტთან შედარებით მეტ დროს უთმობდნენ რეკლამას. ამას კანონის მიხედვით აკონტროლებს ეროვნული მარეგულირებელი რომელიც კომისია. არ აკონტროლებდა. არ აკონტროლებდა. რამდენი ხნის განმავლობაში აკვირდებოდი? რამდენი ხნის განმავლობაში იყო დაკვირვებული? მე 3 თვის განმავლობაში ვიწერდი საინფორმაციოებს, შიფრავდი თითქმის ყოველ დღე. და იყო ეს დარღვევები ყოველ დღე. კი, რა თქმა უნდა, ყოველ დღე და შემდეგ ჩვენ საჩივარი შევიტანეთ და საჩივრის შემდეგაც გრძელდა. რო დაარჩილეს არ შეწყვიტ ეს? არ შეწყვიტეს. კომისიამ თავის დადგენილებაში დაწერა, რომ დაევალოს ჩვენს დეპარტამენტს, რომელსაც მანამდეც კანონი ავალდებულებდა, აკონტროლოს კიდევ ხო არ დაარღვევსო. დაარღვია. დაარღვია, ისე რომ არ აკონტროლა GNC-ს, მან ვერ აღმოაჩინა. მე კიდევ გავაგრძელე, მიუხედავად იმისა, ფილმი დასრულებული ქონდა და ეთერში იყო გასული. გავაგრძელე, შევაგდე მეორე საჩივარი. მეორე საჩივარზე 5-5000 ლარი დააჯარა. მე რა მოხდა? მე მოხდა ის, რომ პარლამენტმა შეცვალა კანონი და 2 წუთიანი ლიმიტი გაზარდა 5 წუთამდე. ანუ კომისიის თავმჯდომარე, რომელიც არის მფლობელი სარეკლამო სააგენტოსი, რომლის ინტერესებში შედის მაგის სტილის კონკრეტული რეკლამა რომ გავიდეს, ის არ აკონტროლებდა სათანადოდ. ამის გამო ეგ იყო ჩვენი ფილმის კონტექსტი. მადლობა, დიდი მადლობა. ჩვენ მოვედით გამჭვირვალობა საქართველოში მამუკა ანდღულაძესთან, რომელიც არის იურისტი, მედია ანალიტიკოსი, იურისტი და ეხლა ვაჩვენებთ ქალბატონმა ყურაშვილმა რა გითხრა ამ გოგონას სახით სამწუხაროდ დაიმამდნენ დანარჩენები ჩემი აზრით და ილაპარაკა მოგონამ ჩემი აზრით არაპროფესიულად, მაგრამ ნუ მოდი ვნახოთ რა თქვა კომისია. თქვენ ხო არეგულირებთ და ჯარიმებს აწესებთ, ეუბნებდით ტელევიზორს რომ ამდენი რეკლამა არ განათავსოთო. ეს ხომ რეგულაციაა? კომისია არეგულირებს მხოლოდ სარეკლამო ჭრების დროის ლიმიტს. კომისია ეს არის სარეკლამო რგოლს განათავსებს, ამაში კომისიის კომპეტენცია არ არის. მაგის სტილი მედია არის სარეკლამო კომპანია, რომელიც ამზადებს და ანთავს. თვითონ ეს კომპანია მაგის სტილი, რომლის მეც არ ჩიქოვანი. ხომ შეიძლება იყოს დაინტერესებული, რომ მის მიერ მოწოდებული რეკლამა აღემატებოდეს ლიმიტს. რაც მეტ რეკლამას გაუშვებს მაგის სტილი. მაგის სტილისთვის ხო უფრო ხეირია. ხომ ეთანხმებით? მე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არ არის კომისიის. არა, ლოგიკურად ვილაპარაკოთ, ხატია. კომისიის კომპეტენცია. ჩვენ პასუხს ვთხოვთ ამ შემთხვევაში მაუწყებლებს. თქვენს დამფუძნებელს აქვს ფირმა, რომლის ხეირია, რაც მეტ რეკლამას გაუშვებს და ასე შემდეგ. ის დაინტერესებულია, რომ ბევრი რეკლამა გაუშვას. ამასობაში აქ დაინტერესებულია, რომ შეკვეცოს ეს ყველაფერი. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. მე ვერაფერს ვერ გეტყვით იმასთან დაკავშირებით. გასაგებია. ის არის დაინტერესებული. დიდი მადლობა. და აი ჩვენ ვნახეთ ახლა ეს ვიდეო. ну ხატია არ არის ეს კომპეტენტური ამ საკითხებზე ვერ გვესაუბრებოდა და კიდევ ერთხელ გამოხატავ ღრმა მწუხარებას და წუხილს რომ ეს ახალგაზრდა ქალბატონი შეგვჭა ძალიან კარგი ადამიანი თავის მოვალეობას მაგრამ ეს საკითხი იმ სფეროში თქვა განცხადების გაკეთების დროს კომუნიკაციის მხრივ ნამდვილად ხატიას როგორც თანამშრომლისმა არავითარ პრეტენზია არასდროს არ ჰქონია მიუხედავად იმისა რომ მის უფროსთან კვეწლებია გვაქვს პრეტენზია და ძალიან კარგი იქნებოდა ახლა შენს აღნიშნულ გუშინაც ჩართვის დროსაც თქვით რომ ბატონმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთოს განცხადება და არა კომისიამ და არა თქვა ამ შემთხვევაში ქალბატონმა ხატიამ იმიტომ რომ აქ ჩვენ ფონზე ვსაუბრობთ ანუ კანონში მართალია პირდაპირ არ წერია რომ არ უნდა ქონდეს
სარეკლამო სააგენტოში, მაგრამ ინტერპრეტაცია მნიშვნელოვანი. კანონის არასწორი ინტერპრეტაცია არის დარღვევა. მე რეკო ფონი ეს ბატონი ირაკლი ჩიქოვანს აქვს ბიზნესი სარეკლამოში. მოდის რეკლამა თავსდება ტელევიზიაში. რა ტელევიზია დაინტერესებულია მეტ რეკლამაში, ეს კომპანია დაინტერესებულია მეტ რეკლამაში და შემოსავალი აქვს ბატონი ირაკლი ჩიქოვანსაც ასევე. და ამ ტელევიზიაში მაგალითად რუსთავიაში მისი მეგობარი, ყველა შეიძლება ყავდეს მეგობარი, პრობლემა არ არის, მაგრამ ბიზნეს პარტნიორია ეს გეგეშიძე. და ამ როდესაც არ მიმართა სამოქალაქო საზოგადოებრივ ირღვევა რეკლამის განთავსების დრო გააფრთხილა კი ბატონო დაავალა თავისივე დეპარტამენტს ერთ-ერთ ზედამხედველობა გააკეთოს. ეს ჩავწერეთ უკვე. წლების მანძილზე ხდებოდა ეს უბრალოდ. ნუ დაინიშნა, თქვა მედია ჰაუსში ჰქონდა წელი, ჩვენს ანგარიშიც არის მე გააკეთა, მაგრამ სხვა ხო დარჩა. და ფონის არის. რა შეუძლია? შეუძლია პარლამენტს სამართლებრივად მიიღოს გადაწყვეტილება კერძოდ თუ იზიარებს პარლამენტი თქვა ჩვენ შეხედულებას, სამოქალაქო სექტორის სხვა შეხედულებას, ან აქვს კიდე დამატებითი არგუმენტები, წამოწევს საკითხი იმპიჩმენტის. თუ მიიღებს პარლამენტი ასეთ გადაწყვეტილებას, ანალოგიურად და შემდეგ კანდიდატიც იქნება მსჯელობა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს პროფესიონალი, ეს პიროვნება უნდა იყოს არავითარი ინტერესთა კონფლიქტი და თქვა ეს კომუნიკაცია რომ კომისიაში არიან ხალხი, უბრალოდ თუ მენეჯმენტში ან ხელმძღვანელობა შეიცვლება, თქვა პოლიტიკური დაკვეთა თუ არ იქნება. თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, ესენ თავისად. დიდი მადლობა ჩვენ ამით ვამთავრებთ ჩვენ დღევანდელ გადაცემას. იმედი მაქვს რომ ირაკლი ჩიქოვანი ან მისი იურისტი რაღაცნაირად ამ საკითხებს განგვიმარტავს. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.